წყალმომარაგების საგზაო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურის მინისტრმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა. თეონა კვარაცხელიას რეპორტაჟი. წალენჯიხა ობუჯი ჯიხაშკარის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობა მიმდინარეობს. 14 კილომეტრიანი მონაკვეთიდან რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 7 კილომეტრს. პროექტების დასრულებისთანავე დაიწყება დარჩენილი მონაკვეთის აღდგენა რეაბილიტაცია. ეს გზა არაერთი დასახლების მთავარი სატრანსპორტო მარშრუტია. იგეგმება სოფლების ჯაღირასა და ობუჯის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციაც. დავიგეგმეთ სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით, თუ რა საჭიროებები არსებობს წალენჯიხის რაიონში, ეს შეეხება წყალმომარაგების თემას, რომელიც ძალიან აქტუალური არის, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებს. ჩვენ გავეცანით მიმდინარე პროექტებს, რაც დღემდე ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მათ შორის ბაღების მშენებლობა, ასევე საუბარი იყო პედაგოგებს შეხვდით პირველი საშუალო სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით, კონკრეტული გრაფიკი აგვიხსნა და გვითხრა რა ეტაპი არის გასავლელი. სოფელ ჯგალში ადგილობრივ მოსახლეობას წყლის პრობლემა აქვს. წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად უკვე მიმდინარეობს ტექნიკური დავალების შედგენა, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი პროექტირების ეტაპის დასაწყებად. წლის ბოლოს გამოცხადდება სამშენებლო ტენდერიც. პრობლემა მქონდა ის, რომ წყლებია, წყალი არ აგვაქვს. ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ეს არის დიდი პროექტი, მასშტაბური პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მთავრობის გამოისებით იქნება და გვექნება წყალი. ეს 1960 წელს აშენებული წალენჯიხის ნომერ 1 სკოლის ტერიტორიაა. სკოლა დაანგრიეს იმის გამო, რომ იქ სწავლა შეუძლებელი იყო. ახლა კი ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოკლე ვადებში დაიწყებს ახალი სკოლის მშენებლობის პროექტირებას და სამუშაო გეგმების მომზადებას. სამომავლო გეგმებზე ინფრასტრუქტურის მინისტრი პედაგოგებსა და მშობლებს ესაუბრა. დაგეგმილი იყო სარემონტო სამუშაოები, უნდა ჩატარებოდა სკოლას რემონტი, 1960 წელს აშენებული შენობა გახდათ ეს და დაიგეგმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რემონტი. ჯგალსა და ობუჯში ორი საბავშვო ბაღი შენდება. ორივე ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. მშენებლობა წელს დასრულდება. სახელმწიფოს დაფინანსებით კიდევ რამდენიმე საბავშვო ბაღის მშენებლობა რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოვინახულეთ რამდენიმე ბაღის მიმდინარე მშენებლობა და შევაფასეთ თვითონ მშენებლობის პროცესი. შესაბამისად გავესაუბრეთ მშენებლებს, მივეცით მათ დირექტივები. წალენჯიხაში მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარის სარეაბილიტაციოა. დაზიანებულია გუმბათი და ფრესკები. უახლოეს პერიოდში სპეციალისტები შეისწავლიან ტაძრის მდგომარეობას. ვნახეთ პრობლემები, რაც ტაძარს აქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გვერდში დაუდგეთ წალენჯიხას, დაუდგეთ გვერდში ჩვენს საპატრიარქოს. წალენჯიხაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმშია. მონიტორინგი გამკაცრებული აქვს ინფრასტრუქტურის მინისტრს.